გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ქართული ერთობის დროა შემდგომში მეცნიერთა კონგრესის გაგრძელდება. ბატონი ჯუმბერ კოპალიანი ალბათ მომდევნო პარასკევს ჩამოვა ჩვენ ძალიან კარგი საუბრისთვის ვემზადებით და ეს ძალიან დაძაბული, მაგრამ საინტერესო საუბარი იქნება. 2-3 დღის განმავლობაში დმანისიდან ჩამოვა სპეციალურად, რომ ეს საკითხები განვიხილოთ, შევაჯამოთ ის რაც შევძელით, როგორ მივეხმარეთ თუნდაც ერთმანეთს, ქართულ ეროვნულ საქმეს, როგორ მივეხმარეთ ტელევიზიას, ყველაფერი. ამასთან დაკავშირებით დღეს ტელევიზიის მხარდაჭერის დღეა და ბატონი ვახშიშვანია, რომელიც ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან გთხოვა, რომ მას უნდა სპეციალური განცხადების გაკეთება და ალბათ რომ დამთავრდება ჩვენი შეხვედრა 1 საათის შემდგომ ბატონი ვახშიშვანია სპეციალური განცხადება იქნება, რომელიც უკავშირდება სწორედ ტელევიზიის მხარდაჭერას და ტელევიზიის მხარდაჭერის დღეს. დიდი მადლობა უკვე ყველას, ვინც ახლა აანალიზებენ, ვინ მოგვეხმარა, როგორ მიდის ეს პროცესი. დიდი მადლობა ყველას, უკვე ვინც ეს მხარდაჭერა გააკეთა, განცხადებები ძალიან ბევრი გაკეთდა. ახლა დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თაობაზე. პირველ ნაწილში ჩვენ 5 წუთის განმავლობაში ჩვენი მეგობრები და უკვე იცნობთ, მაგრამ მაინც წარმოადგენ ძალიან სასიამოვნოა, რომ ფსიქოლოგთა და ესე საინტერესოდ მოაზროვნე ადამიანთა ძალიან დიდი ერთობა ძლიერდება მეცნიერთა კონგრესში. ბატონი ბესიკ ბოგვილის ესეთი ძალიან ღონიერი პროგრამებით შემოსვლა სწორედ ამას ნიშნავს. ასევე არის ის, რაც ჩვენ ბატონ ბესიკ მოგესალმებით და მადლობა რომ ხართ აქ და ძალიან სერიოზული პროგრამები გაქვთ. უკვე დაიწყეთ ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ეს მნიშვნელოვანია და ამავე დროს ბატონი თემურ ბობოხიძე ჩვენ ერთად მართლაც დიდ რამეებს გაუძელით და დრო მოდის ბატონ თემურ სწორედ იმის, რაზეც ჩვენ მაშინ ვისაუბრეთ და მე ვხედავ უკვე ძალიან არაერთი და ორი გამოჩნდა უკვე იმ 18 პარტიიდან ჩვენსკენ გამოჩნდნენ, ისინი ვიხვდნენ რომ ის იყო შეცდომა და ჩვენ გაუძელით ყველა იმ დაწოლას, გაუძელით სასამართლოებსაც, ყველაფერს და დრო ალბათ ნელ-ნელა ყველაფერი დაალაგდება. დღევანდელი შეხვედრები, რომ თქვათ ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები რომ ჩამოვიდნენ, უკვე ვხედავთ ყველაფერს ერთ რამეში, ამე რაც მინდა წინასწარ თქვა ამ შესავალში, რომ დღეს თუ ოდესმე საქართველოში საჭირო იყო ეროვნული მოძრაობა. თუ საქართველოში ეროვნულ სახელმწიფოებრივი მოძრაობა იყო საჭირო, ეს დღეს არის განსაკუთრებულად საჭირო რამდენიმე მომენტის გამო, იმის გამო, რომ ქვეყანაში დღემდე ურაპატრიოტიზმი და ულტრალიბერალიზმი ბატონობდა პოლიტიკაში, ამან შესაძლებლობა მისცა სწორედ იმას, რომ საქართველო რეალურად ხდება ცენტრი, ცივილიზაციათა დაპირისპირების ცენტრი ხდება. ამის მაგალითია ეს, რომ ევროპა რაღაცაზე უარს გეუბნება, აზია იმ საკითხებში გაღიარებს და საქართველო შეიძლება ამის ცენტრად იქცეს და ეს არის ძალიან შემაშინებელი და ყველაზე შემაშინებელი ეს მომენტი ხდება იმის გამო, რომ საქართველო ჭირდება ყველას. ყველა მიცის, რომ საქართველო არ უნდა დაკარგოს და საქართველო რომ არ უნდა დავკარგოთ, ეს უნდა ვიცოდეთ პირველ რიგში საქართველოში და ქართველებმა. და არავითარ ისეთ კომპრომისი არ უნდა წავიდეთ, რომელი კომპრომისიც ანტიქართული იქნება. ხელისუფლება დღეს მზად არის სერიოზულ კომპრომისებზე წასასვლელად, არა შიგნით, არამედ გარეთ. ეგ არის ყველაზე ცუდი. ჩვენ შიგნით უნდა ვახერხებდეთ ერთმანეთთან ალბათ საუბარს და კომპრომისებს, დიალოგი უნდა გქონდეს შიგნით. ხელისუფლებამ რომელმაც მოსპო დიალოგი ქვეყნის შიგნით და საუბრობს ან ტელევიზიით, ან სხვადასხვა ფორმით, ესე იგი ღია კარებით თუ დახურული კარებით თუ ზუგს უკან საუბრობს უცხოეთთან, ეს ყველაფერი მაინც მიმაჩნია, რომ როგორ ქართულ საქმეზეც არ უნდა ველაპარაკებოდეთ, ანტიქართულია, საქართველოს მოსახლეობა ყველაფერზე უნდა იყოს კურსში, ვინ რას საუბრობთ გარეთ და ჩვენ არავისთან დაპირისპირება არ გვინდა, ჩვენ ვიცით ერთი რამ, რომ საქართველო დღეს ჭირდება ყველას, დღეს ჩვენ უფლის ქვეყანა რომ ვართ, ეხლა დაადასტურა, ამ ეპოქამ დაადასტურა, რომ მართლაც ჩვენ მარიამ ღვთისმშობლის წელთმედრი ქვეყანა ვართ, იმიტომ რომ ჭირდებით ყველას, არ არსებობს სოფლიოში რომელიმე ქვეყანა, რაც არ უნდა დავისახელოთ დიდი თუ პატარა, რომლის ინტერესი არ არის საქართველოში. ძალიან ძნელია მეორემე ქვეყანა მოიძებნოს ასეთი, რომლის მიმართ ასეთია საერთაშორისო ინტერესი და გარეძალების ასეთი ინტერესი. ასეთ დროს ჩვენ გვჭირდება შიგნით გვჭირდება ძალიან მყარი ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინაც, ეროვნული როგორც იტყვიან კონსტიტუციაც გვჭირდება ძალიან ძლიერი მყარ პოზიციებზე მდგომი
ეროვნული განწყობის მოძრაობა, თუნდაც ეროვნული განწყობა და გჭირდება რაც მთავარია შედეგი ყველაფერი ამის ეროვნული თანხმობის პარლამენტი. ეს არის ჩემი შესავალი ბატონებო, თქვენი რასაც ჩაფრთხილ საჭიროთ და მე დავუბრუნდეთ იმ პროგრამას, რომელიც ჩვენ მეცნიერთა კონგრესზე დავიწყეთ და დარჩენილ დროში იმის თაობაზე ვისაუბროთ. მეგობრებს 5-5 წუთი. ბატონო ბესიკ, თხოვთ დაიწყოთ. მოგესალმებით, თქვენ რა ბრძანეთ ახლა საკმაოდ ძიმე მდგომარეობა, თუმცა შესაძლებელია გამოსავლებნა. თავარი რა არის ახლა რომ მოსახლეობამ უნდა გაათვითცნობიეროს რომ ის მათ რაც პოლიტიკური არჩევანი გააკეთეს ეს არ იყო მათი ნება, ბუნებრივი ნება. იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესები ჩვენთვის რომ იმართება მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელოვნურად ხდება ეს ყველაფერი და არ იხსენებს უამრავი ტექნოლოგიები ისეთ არჩევანს გააკეთებ, რომელიც შეიძლება, აი პეპსიკოლას თემა თუ ან კოკა-კოლა რა არის. 10 ჯერ გეუნებია რომ კარგია და მე-11-ჯერ რომ განახვებენ, შენ უკვე კი არც გეუნებია რომ კარგია, თვითონ კოკა-კოლას გამოჩენა ფსიქიკაში იწვევს ხმას რომ კარგია და შენ თავარია დაეთანხმო რომ ის უკვე კარგია. ანუ როგორ ხდება ახლა ეს, როდესაც ერთ პოლიტიკურ პიროვნებაზე გაჩვენებენ ყველაფერი კარს და სადღაც ეთანხმები, ხო? აი ამას გაბრიელ ქიკოძე იძახის სული სუბსტანციას ეთანხმება. ბიხევერისტული ევროპული თეორიებით შეიძლება დაამუშავო ადამიანი და მართო, მაგრამ აი ქართული ფსიქოლოგიით შეიძლება ერთ დღეს არ დაიჯერო და ყველაფერი ქრება. ვეღარ გაკონტროლებ. გამიგეთ? სუბიექტს განწყობა შეიძლება შეეცვალოს უცებ და თუ შეეცვალა განწყობა, აი თქვა რომ ესენი არასწორები არიან, რაღაცა ან არ ვიცი, მე მგონი ესენიც გვატყუებენ, აი უკვე დაიწყებს რეალურად ხედავს. რომ ესეც ატყუებს, თქვა არასწორად ათამაშებს, ესეც სპექტაკლს დგამას, ხო, ესეც და მეორე ერთმანეთში არიან კარგად. შევხედოთ რეალურად რატო არ გაჩნდა სხვა პოლიტიკური პარტიები და თუ გაჩნდა, ყველა გააქრეს, ხო? კითხვას რატო არსვას მოსახლეობა რომ რატო მაინდა-მაინც ესერიან და სხვები რა არ მოდიან? ბუნებრივია რომ ეს არის მართული პროცესი, ეს არ არის ქართველი ერის ბუნებრივი მდგომარეობა. ამ ცოცხალი პოლიტიკური პროცესები არ მიდის, ყველაფერი არის მართვადი, ყველაფერი მართულია. ერთმანეთში იციან სად არ გადალახონ წითელი ზღვარები, ხო? და სად მე როგორ შევიდნენ ერთად 2020 წელი რა იგივე არის, ხო? ხო, ამდენად ძალიან რთულია, იცი, აი ძალიან რთულია მაგალითად ყარყოის ვიცით ხო ჩვენ დავით დათათუთაშხიაში რომ აი რას მიკეთებო ეხლა ანუ როცა ხალხი უჯერებს თქვა თავის კერპს და ვიღაცა ეუბნება რომ ეს არ არის სწორი და დაანებე თავი იშლება ადამიანს ეშლება ცნობი ძალიან რთული საკითხი ანუ თუ დაიჯერა რომ თურმე ოცნება მანამდე რომ ეჯერა და მშვიდობის გარანტი იყო არ არის მშვიდობის გარანტი ადამიანს ემართება საფრთხე და პირიქით მეორე ხო ნაციონალური მოძრაობა ამიტომ ეს პროცესები მიდის ეხლა რომ საფრთხე არის მაგრამ რო ხედავ რომ ესენი არასწორად მოქმედებენ ესენი გადიან კონტროლიდან გადიან ვეღარ აკონტროლებ და თქვენს ნახავთ ხო იქ ადრე თუ ეს პროცესებს იქ არასამთავრობები აკონტროლებდნენ და მოძრაობაში მოყავდათ ეხლა უკვე იკვეთება აი ეს კაფივით ამოდის და ჩავს ნებისმიერ შეიძლება ნახოს რომ იქ პირველად თქვა მანქანა დადის მე რაღაცა დროშები მე რაღაცა აგინებინებენ და მორჩა გაჩერდება პროცესები ნუ გაივლიან აი რაღაც ისეთი გაიშიფრენ უკვე ხა ზეთი და წყალი არის სხვა პროცესები მიდის მოსახლეობამ ახალგაზრდებმა ძალიან ცუდად არიან განწყობილი არამედ ერთის არამედ მეორეს მიყვარს რეალურად ხელისუფლება გდია რა როგორც იტყვია რა აი ქუჩაში გდია და უბრალოდ ამ ახალგაზრდობაში ვერ აკეთებენ თავის ვერ იღებენ პასუხისგებლობა ძალიან რთული ახლა პატარა ბავშვები არიან 20 წლის 25 წლის პოლიტიკაშიც კი არ უფიქრია და უბრალოდ მოცემულობა დაანახო რომ თურმე ესენის არ გვატყუებენ ესე რეებს ვიკეთებენ მაგრამ არ იციან რომ ვერ იღებენ პასუხისგებლობა ძალიან ესეთი რეალური პოლიტიკური პროცესია ხო აქედან გამომდინარე მე კიდევ ვიძახი რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ეს აქციები და გამოიყვნენ ამ ჯგუფებისგან არ დაიწყონ გინებას არ დაიწყო რაღაცა მოწოდებებს აყოლებული და დამთავრდება რა ეს
ორგანიზაციები, რომელიც დაფინანსებულია სულ სხვა ინტერესები და გავლენების არის, ისინი კიდე დაშორდებიან ამ ძირითად ხალხს, რომელსაც სულ სხვა განწყობები აქვს. ამ მთავრობა, რომელიც რაღაც არაადეკვატურ, ცინიკურ განცხადებებს აკეთებს, რომ გაბრაზდეს, ამაზეც არ გაბრაზდნენ. თავისთვის იყვნენ და ბოლოს ესენი რომ რეაგირება არ აქვს, ხო? იგნორი ქვია რა, როცა დააიგნორირებ, დამთავრდება ერთის გავლენას და მეორეს გავლენას და დაიწყება თქვენაბძანა და აი ნამდვილი ეროვნული პროცესი შეიძლება დაიწყოს. ძალიან დიდი მოცემულობის პროცესია, ძალიან რთული. თქვენ როგორც ახსენეთ, აი აზერბაიჯანმა, ხო? აზერბაიჯანს თავისი ინტერესია, იქ მაკრონი ცუდად მოიხსენა, არ უნდა აწყობილი სისტემა, მამისგან მიიღო, უნდა კიდე თავისუფლს გადასცეს, იღო ყაზახისტანში, ჩინეთში, ხო? ამათ ახალი სისტემები უნდა დგას ევროპის, ხო? ამიტომ ისინი ყოველთვის მოინდომებენ თავისი პოლიტიკური უშიშროებაც ეყოლება და თავის გავლენებს, აი საბჭოთა იმას განვიხილოთ ისტორიაში. რა პროცესები იყო? ერთ თავს უჭერდა ირანი, მეორე თავს უჭერდა თურქეთი. მესამე თქვა და მონღოლები. აი მეტი პროცესი კი არაფერი არის აქ. უბრალოდ ჩვენ ამის განზოგადებოდა სხვა სახელები ქვია, თორე ეს ავადების შეცვალა პარტიულმა ლიდერებმა. პარტიული ფულს იღებენ. ხო, ისე ფულს იღებენ, მათი გავლენებს ასრულებენ. პირდაპირ ის კი არა რომ ქართული ინტერესი, ხო, აი მაგალითად ეხლა 50 მილიონი ჭირდებოდა ქართულ ჯაზს რუსეთის რაღაც საფრთხების დასაცვლად, ხო? რა ქნეს? მისცეს არასამთავროებს, რომელსაც პოლიტიკური პარტიებია, ის კი არა თქვენს რომ არა ხალხო, არა ამას არ ავიღებ, ეს ჩვენი ქვეყნისა. ჩუმა ჩაიდე ჯიბეში, ანუ წარმოგიდგენთ ქვეყნის უშიშროება დააკნინეს, გამოიყვანეს წყობილებიდან, ნუ თვითონ იყვნენ. აქ საუბარია ძალიან მარტივად, ამათ არ აინტერესებს სახელმწიფო. ესენი ესე მოდიან, რომ პირადი ინტერესები აქვს და არა ხალხითორე. ნებისმიერ მთავრობას პირადი ინტერესები რო არ ქონდეს და ჯერ ხალხი ერთ წყობაშიც იდეალური შედეგი იქნებოდა და მეორე წყობაშიც, ხო? ერთი წყობა ზუსტად მეორეს დაემსგავსა და ეს დაემსგავსა იმ საბჭოთა წყობას. ხო, ის რაც იყო კორუმპირებული, ცუდად კომუნისტები, თორე იყო კარგი ჩვენ ეს საუბარი კიდე უნდა გავაგზავნოთ ძალიან სასიამოვნო ხედავთ თქვენ აი პროფესიონალების შემოსვლას როგორი თქვა ხედვა ახალი ხედვა შემოაქვს ამ საკითხებში ჩვენი სიძლიერე სწორედ იმაშია რომ ყველა და განსაკუთრებით ამ შემთხვევაში ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, სოციოლოგი ესენი განსაკუთრებულია ამ სიტუაციაში ყოფი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად საჭიროა ჩვენ სწორედ ამ გზით მივდივართ უბრალოდ მინდა გითხრათ რომ არ ვიცი ხა ვიდრე ბატონ თემურ თქვენ ხმოდეთ პირველ რიგში რაზეც ბატონი ბესიკი საუბრობდა ყველაზე დიდი საშიშროება იმისი არის ის რომ ვინც ერთ ტელევიზიას უყურებს ამ ოპოზიციურ ტელევიზიას ვინც უყურებს ის მეორე ტელევიზიას არ უყუროს იმათაც ხო და ვინც აუცილებელია ამაშია საქმე და რაც თქვენ თქვით რომ განულდება ამ ტელევიზიები უნდა იყოს ქვეყანაში ისეთი რომელიც სუფთად გადმოცემს ყველაფერს ან ორივეს უნდა უყურო ტელევიზია ქართული უნდა იქცეს ისეთ ტელევიზია თუ არ დაგჭირდეს სხვა ტელევიზიის ყურება იმიტომ რომ რეალურად ვთქვათ აი ნახოთ ბატონი მეც ველოდები რომ როგორი ანალიზი იქნება დღევანდელი და როგორი შედეგები იქნება როგორ გამოვა ვთქვათ ბატონი ბახში რო გააკეთებს განცხადებას ეხლა კიდე ერთი მნიშვნელოვანი რამ არის რომ ჩვენ ვამბობთ რომ როცა ვაპარაკობთ ეროვნული მოძრაობა რა არის ერთ-ერთი საფრთხე ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებო და არა პატრონები ყველა პარტია დღემდე ყველა ესენი არიან ეძებენ პატრონებს ხალხთან არ საუბრობენ ხალხთან დიალოგი არ აქვს ერთმანეთში დიალოგი არ არის და შეჯიბრი არის იმაში ვინ იშოვის გარეთ კარგ პატრონს ეს ამას დაამთავრებს ეროვნული მოძრაობა მით უფრო მე მიუხედავად ყველაფრისა როდესაც გამოდიან დღეს და ბატონ თემურ ჩვენი აზრი ერთი და იგივე იყო და ხვალ შეგვიძლია თქვენ აზრი რომ იმასთან დაკავშირებით რომ გამოდიან და ეხეწებიან უცხოეს დაასანქცირეთ ესენი ხალხი დაასანქცირეთ ამოგივიდა მე შეიძლება არ მქონდეს კეთილი განწყობა აი ვთქვათ ვინმეს მიმართ აი რომ წავიკითხე რომ ამერიკელებო დაასანქცირეს შინაგან საქმეთა მინისტრი უბრალოდ გული დამწყდა რომ ამბობენ რომ დაასანქცირებს ბიძინა ივანიშვილის გული მწყდება იმიტომ რომ ქართველი ვარ საქართველოს მინდა და არ მინდა დასანქცირებული ეს ახლა მე იმათ საქმეებშიც არ ვერევი ახლა იმათ რო უთხრა რომ ჯეროთ როცა ეუბნები დაასანქცირე იმათ საქმეებში არ ეუბნები შენ რატო ეუბნები თუ ის თulis ამას საჭიროდ შენ მიხედე შენ პოლიტიკურ პროცესს ეროვნული მოძრაობა იქნება ქართული ეროვნული პროცესი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბატონ თემურ ბობოხიძე
ბატონებო, სწორედ ეს ტელევიზია, ქართული ტელევიზია, აქ უკვე ის იკვეთება, როცა ჩვენ ვამბობდით, რომ არსებობს კრიზისი და ეს უნდა აღიაროს ყველა მხარე, არც ერთი ტელევიზია არ ლაპარაკობდა. ეს ორი დღეა, რაც ჩატარდა მეცნიერთა კონგრესის ყრილობა, იმის შემდეგ ყველა ტელევიზიებს აწერენ კრიზისი, დაიწყო კრიზისი და ამ კრიზისზე რას ვერ არის. ესე იგი, იმდენად აიტაცეს ეს ყველაფერი ეს მეცნიერთა კარგრამეს ყველა გაუშვდა სული ჩაერიო მაშინ სასაულია და შორის მინდა გითხრა ბატონო კარგი რამე დაიწყეს რომ აი გუშინ ბატონ დესიკთან მე ქუთაისში ვიყავი და მასალკივით ბატონ დესიკთან ტელეფონს საუბრობდით რომ ესე იგი რაც გამოვაცხადეთ ჩვენ რომ აი ვიღებთ ამ ფუნქციას რომ ჩვენ რეალურად აი როგორც ილია ჭავჭავაძის იმ განწყობით რომ ბედნიერი შეიგებ ერთმანეთის შეუბრალებლად და დაუმონებლად იმის შემდგომ არავით არის დაპირისპირება მოედანზე აღარ მოხდა არც ჯარი გამოსულა არც თვლის ორაფერი არც გინება არც არაფერი და ეს არის ყველაფერი ესე იგი მაგათ შეეშინდათ ეს მართული ოპოზიცია თუ ხელისუფლება ნუ არა ეს მართული მიტინგებს შეეშინდათ რომ გამოჩნდა ვიღაც ახალი ძალა რომელიც ამბობს რომ მე მოვაგვარებ ამ კრიზისებს ხო მე ჩვენ გადავდგავთ ამ ნაბიჯებს რომ ეს კრიზისი დამთავრდეს. ამიტომ უკვე ამათ იფიქრეს ახლა ეს ახალი ძალის გამოჩენა ეს არავის არ აწყობს. მოდით ეს მოვახციოთ ძალიან ლამაზად, რომ აი ყველაფერი დაწყნარდება, ყველაფერი კარგად მიდის და ყველაფერი ლამაზად ჩავლის. მაგრამ არის აქ ის, რასაც ესენი ვერ ითვლიან. როგორც ასეთი ჩვენ ქართული მულტფილმი რატომ არ ასწავლეთ ჩემს ხეზე ცოცვაო. ამიტომ ხეზე ცოცვა არ გვისწავლებია. კიდევ მანდ არის ძალიან ბევრი ნიუანსები, რაც თქვენ არ იცით. ერთ-ერთი ის ნიუანსია რომ ეს მართვადი ოპოზიცია და ეს ხელისუფლება რომელიც კარგად თამაშობდა, კარგად ახლა გარიგებული ორივე ერთად არის მესამე ძალა, ეს არის ხალხის ძალა, რომელიც ნამდვილად ამ ხალხმა იწამა რომ ჩვენ ნამდვილად კარგავთ ევროპას, ჩვენ ნამდვილად ვიღუპებით, ჩვენთან ნამდვილად დიდი პრობლემებია და ეს ხალხი რომელიც გავიდა, ის ახალგაზრდობა, ეს სტუდენტობა, ძალიან კარგი განათლებული ხალხი, რომლებსაც აი როგორც ბატონო ბესომ თქვა ერთი და იგივეს რომ მეორებენ 1000-ჯერ და 10000-ჯერ და მე უკვე ფსიქოლოგიურად უკვე გადასულია სხვა მმართველები და სხვანაირად აზროვნებს სწორედ ეს ხალხი არის რომელიც უკვე რეალურად ხვდება თურმე რა შეასაქმე და რა უნდა იყოს აი ეს არის სწორედ სამ ყოველთვის იმას ვამბობდით ბატონო თემურ ხელისუფლება ოპოზიცია და ხალხი არის სამი ესე იგი ეს გაყოფილი გინდა გუნდი თქვა გინდა რა ვიცი ძალა და ყველაფერი. ამიტომ არის რომ სწორედ ჩვენ ორიენტირებული ვართ ხალხმა ვერ გაიგო ჩვენ ვინ ვართ და რა გვინდა. ჩვენ ვართ სწორედ იმ ხალხის გვერდზე და იმ ხალხის ინტერესებს ვიცავთ. აი სწორედ ის გზა არის რასაც ჩვენ ვიცავთ მათ ინტერესებს. ამიტომ კრიზისი უნდა აღიარონ და დღეს კრიზისის მოსაგვარებლად ჩამოიყვანეს ევროსაბჭოს დივანი. რომელსაც უნდა რომ ეს კრიზისი მოაგვარო. ფაქტიურად რა გააკეთეს? ახლა ამ ევროკავშირის პრეზიდენტი ჩამოვიდა წინა არჩევნებზე რომ მას უნდა მოეგვარებინა. წელს ახლა ევროკავშირმა ძალიან შეერწყინა ახლა იმდენად შეერწყინა ეს გამოსვლები თავისი პროპაგანდით ქართველების ხო, ამიტომ გამოაგზავნეს ახლა ევროსაბჭოს მდივანი, რომელსაც უნდა მოაგვაროს ეს საკითხები, უნდა განიხილონ კანონი გავლენის აგენტის შესახებ და კომისია უნდა შეიქმნას და ხო და იქ რაღაც მუხლები უნდა შეიცვალოს. ჩვენ ამას როდის ვამბობდით, რომ სწორედ ჩვენი აზრი რაც იყო, რომ იქ არის ჩასწორებებია გასაკეთებელი, კარგად და ლაკონად რომ მოხდეს ამ კანონის მიღება. რაზეც ყური არავინ არ გვისმინა, არც ოპოზიციამ არ მიიღო ეს ჩვენი წინადადება, რომ სწორედ ის შეცვლილიყო ეს მუხლები, რომ გამართული ყოფილიყო, იმიტომ რომ ოპოზიცია ჩვენ თლიანად უარყოფთო, ხელისუფლებამ კიდე თქვენ თუ უარყოფთ არ შემოდიხართ, ჩვენ რაც გვინდა იმას მივიღებთ. ასე რომ რასაც ჩვენ ვამბობდით და რაც ჩვენ გამოვედით, სწორედ ეს იყო ის საკითხები, რასაც დღეს უკვე ამათ დაიწყეს ამ საკითხების წინ წამოწევა. ჩემი აზრით კიდე ბატონო თემურ მე მაგალითად ესეთ რაღაცას გავაკეთებდი და ჩემ პარტიას ჰქონდა გაკეთებული რამოდენიმე წელია უკვე ამას ვაკეთებ. პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადებდი იმ პიროვნებებს მაგალითად ვინც საქართველოს შიდა საქმეებში ერევა. ну მათ უნდა თუ თავისი პოლიტიკა თუ თავისი იმ ქვეყნის პოლიტიკა მოახვიონ საქართველოს და ქართული ხალხის პოლიტიკას. მე ჩემი აზრი იყო და ჩემი პარტია, ну, ყავს უკვე გამოცხადებული რამოდენიმე პარტია მამულმა გამოაცხადა
პერსონალ ნოგრატად, რომ პარტია მამულისთვის მიუღებლები არიან ის პიროვნებები, რომ შემოვიდნენ საქართველოში, ჩვენ გავაპროტესტებთ. ამიტომ ეს ჩემი აზრით სახელმწიფომაც უნდა ამუშავოს ეს მმართველობა, რომ ის პიროვნებები, რომელიც სახელმწიფოს ქართულ ხალხს შეურაცხყოფას აყენებენ, პერსონალ ნოგრატად გამოცხადდნენ. დიდი მადლობა. ჩვენ ესე იგი საუბარს გავაგზავნებთ შეიძლება ჩვენ ამ პროგრამაზე, რომელიც წინა მას წარმოვადგინეთ, როგორც თქვენ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს წარმოვადგინეთ, შეიძლება ნაკლები დრო დარჩეს, მაგრამ ამის განხილვის საშუალებები ჩვენ გვაქვს ამ დღეებში, იმიტომ რომ ძალიან კარგი და საინტერესო წინააღმდეგობები შემოდის. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ საერთოდ სერიოზული გააზრება ჭირდება იმას, რაც სირიაში ხდება. საქართველოსთვის იმდენად რამდენადაც რა დგას ამის უკან. ამის უკან დგას თურქეთის და რუსეთის გარიგება. თუ არ დგას თურქეთის და რუსეთის გარიგება. ამის უკან დგას თუ არა თურქეთის, ირანისა და რუსეთის გარიგება. და რუსეთმა უბრალოდ არიუმა, იმიტომ რომ გარიგდნენ. ყველანაირი გარიგება ჩვენს საწინააღმდეგოდ არის. რომელიც არ უნდა იყოს ჩვენს საწინააღმდეგოდ არის. მით უფრო, როდესაც ერდოგანი აცხადებს იმას, რომ ორი პოლიტიკოსია მსოფლიოში, ერთია პუტინი და მეორე ვარ მე. ეს საჯაროდ სახალხოდ განაცხადა. თანაც აშკარაა, რომ ძალიან დიდ ტერიტორიას ირანისას, ასე იგი პრაქტიკულად უკვე დომინირებას ამ ტერიტორიაზე გააკეთებს თურქეთი, შეერთებას ვერ გააკეთებს იქ, მაგრამ მისი როგორც ითქვიან, პატრონობა იქნება იმ ტერიტორიაზე. ძალიან სერიოზული რამეებს დათმეს ეს იმისთვის, რომ თუნდაც ისრაელისთვის, რომ რაღაც ეხლა როცა შედგება ამ სამეული შეხვედრა ირანის პრეზიდენტის, რუსეთის პრეზიდენტის და თურქეთის პრეზიდენტის ამ სამეულის ძალიან ბევრი რამ გამოჩნდება. ვიმეორებ, რომ ჩვენთვის ყველა შეთანხმება, ყველა გარიგება მათი არის დამღუპელი საქართველოსთვის, მით უფრო განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რომ დადგა დრო, ჩვენ დაუბრუნდეთ ძალიან ძველ რამეებსო და ასე შემდგომ და ეს აღარ მინდა რომ ამ საკითხებზე კიდე გავაგზავნოთ ჩვენი ესენი. ამიტომ დღეს საქართველო ყველაფერი იმის შემდგომ, რაც სირიაში ხდება, ევროპას შეუძლია გარკვეული სერიოზული უკან დახევები გააკეთოს. ეს და აი რატომ არის ეროვნული მოძრაობა საჭირო ნახეთ, აი იმიტომ რომ ეროვნული განწყობის მას ევროპა დღეს იძულებულია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპისთვის რომ საქართველო არ დაიკარგოს. ეს არ არის ბატონებო არავის დამსახურება რომ საქართველოს როლი ასეთი მნიშვნელოვანია, ბატონებო ეს არ არის, ეს არის დამსახურება ჩვენი სწორედ იმის რომ ქვია ჩვენ უფლის ქვეყანა, ჩვენ ქვია მარიამ ღვთისმშობლის წინხვედრი ქვეყანა და ჩვენ ვართ გზა გასაყარზე, ჩვენ ვართ აზია ევროპის შესაყარზე, ჩვენ გვაქვს უნიკალური პირობები, ანუ დღეს რეალურად არის საჭირო დავით აღმაშენებლის გონება, რომელმაც აქცია, ესე იგი გეოგრაფია აქცია პოლიტიკად. ჩვენ დღეს რეალურად კარგად უნდა გავიაზროთ, ამის გაკეთება ეროვნული მოძრაობის გარდა არავის არ შეუძლია. მე ვიცი ახლა რომ ხმოსახტაცებით შეხვდებიან თქვათ იმის განცხადებას ევროპიდან ვინ ჩამოვიდა, ხმოსახტაცებით შეხვდებიან ოპოზიციის განცხადებას ერთი ნაწილი, ხმოსახტაცებით შეხვდება კონტროლში, ხმოსახტაცება ლიტერატურული კონტროლში შეხვდებიან თქვათ აი ხელისუფლების განცხადებას და ასე შემდგომ. ყველა განცხადება არის ამა თუ იმ ინტერესი, ამა თუ იმ ჯგუფის ინტერესებში და ეს არ არის ქართული. ქართული არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ არავის უფროსობა არ უნდა დავიწყოთ, ჩვენ უნდა გამოვითხოვოთ იმ სამტომეული, რომელიც ევროკავშირში გაიგზავნა მიგვიღეთ ამ პირობებითო, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომლისგანაც არ გადავდივართ, ჩვენ უნდა შევთავაზოთ ქვეყნის შიგნით, რომ ქვეყანა შეიძლება ეროვნული თანხმობის პარლამენტი და ჩვენ უნდა შევთავაზოთ ქვეყნის შიგნით, თუ ეროვნულები ვართ, თუ ქვეყანა გვინდა, რომ დაპირისპირება ქვეყნის შიგნით არის სხვა ძალებისთვის სასარგებლო და არა საქართველოსთვის. რაც ვცდებით ბატონებს გამომიგიშ. რა თქმა უნდა, სწორედ ძალეთ და იგივე თურქეთის და სირიის მაგალითი გვეუბნება, რომ ისტორიაში არაფერი არ არის ახალი, კარგად გვახსოვს ამას იზავი როგორ გადაინაწილეს და იმის შემდეგ ქვაბიდა რომ ხარ რუსეთში მოგვიწია შესვლა და ხალხ საბჭოთა კავშირში და ძვლის მოვედით ევროპამდე. ფაქტიურად ჩოჩუდ მოვედით და ეს ევროპელები რეალურად არ არიან ისეთი აქტიურები, რომ აუ ძმაო ვინ მოხვედი და შენთვის ვიომებ ეგეთი რაღაცა
თავის თავზე არიან. კომფორტზე. ეს ისტორიული. სუდიც არ არის სუდი, ეს ევროპა. ეს ისტორია ვინციდენტ ევროპა ესე ყალიბდება, კაცო. საფრანგეთი არ გაისურო ერთი თვე რომ არ დაანგრევინეს, ჭამდეს, უნდა კარგად იყო. ეს უნდა ვიცოდეთ რომ არის ესეთი მოცემულობის ხალხია. თუმცა თუ შეხვედი შიგნით კი ამერიკის ნატო წავიდა და გადაგაფარა, მაგრამ გადაგაფარებენ აგ უკრაინა ყველაფერი გააკეთა. უკვალურად შეასრულა, ხო? აი რას დაუწერეს, ყველაფერი გააკეთა. არც ევროკავშირში მიიღებს და არც შენ რატომ მიიღები, შენ არაფერი გაგიკეთებია. ხო, პირიქით ახლა რუსული ინვესტიციები და რაღაც თემები მიდის, ხო? ამიტომ თავრობა სწორად უნდა უყუროთ, რომ ის ფრთხილია, ფრთხილობს, ძალიან ფრთხილობს 2008 წელი, ხო, აგე მოუწყეს ფოკუსი, ნებისმიერ ფოკუსს მოგიწყობენ, რომ შენი ხელით მეტი რა აქვს უშიშროებას, რომელიც ჩვენ ამ კომბინაციას შიფრავდა ხალხი ყავს ერთიანი თუ რა დიდი იმპერიებია, ვერ დაუპირისპირდება. ამიტომ ძალიან სიფრთხილეა საჭირო ორივე პროცესიც გვინდა, ხო? მართლა ეხლა რატო ვიქნებთ ყველა ნატოში რომ ქოლა გადაგაფარო და ვინ გაგიკეთებს ეხლა ვის უნდა ორი თავი აი ხო ამდენად ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, მაგრამ პროცესი უნდა წავიდეს იქითკენ რომ ეს პრობლემები ჩვენ გლობალურად ჩავშალოთ. ჩვენ რასაც ვიძახით რომ ეს მხოლოდ დიდ სამეცნიერო ჯგუფ შეუძლია, რომელსაც სხვა დისციპლინარული ხედვა მეც არ შემიძლია, ფსიქოლოგი გვყავს, ფილოსოფია და პოლიტიკა. ამ დროს ვიღაცა გამოდის პატარა ბავშვი აზე არ არის, სადი გიხება, ხო? რადონის რა წარმოდგენას ვერც კი არ ვიცნობიერებს რა და მე ეგრო გაიჭედება რომ დააწვება ამ ხილა ტვირთი რომ ჩვენ რაღაც დონეზე ვიცით, ჩვენ თავზე არ ვიღებთ, ხო? მარტო ვიღებთ ერთმანეთი ჯგუფური ჯგუფობით რომ რასთან გვაქვს საქმე და აქედან ვაცხადებთ რომ ჩვენ შეგვიძლია მართვა, ხო? ეხლა მთლად ისე არ არის, დოქტორები ვართ, პროფესორები არიან და რახან ვიღებთ, ესე იგი არ ვიცით კი ბუნებრივი ამის მართვა თუ ვიცით, მაშინ გაეროში ვიქნებოდით ყველა, ხო? მაგრამ ჩვენ კეთილი ნება ბევრს საზღვრავს, კეთილი ნება რომ სურვილი რომ რა ხდება, ეს ბავშვები გარბიან. აი თავარი კიდევ ერთი მეორე მომენტი რომ სახელმწიფო არც მთავრობა უყურებს და არც ოპოზიცია უყურებს ხალხის ეს თავარი რა არის მეცნიერება და მომავალი მეტი არაფერი თავრდანვე გარია მთელი ერი გარბის მეცნიერება არა უნდა ერი გარბის ერი თავარი ნაწილი გარბის აი ვის რაში უნდა ეგეთი სახელმწიფო ან ვის რაში უნდა ეგეთი სახლი შენი შვილი აქ არ გეყოლება და კაცმა არის თუ შელაპარაკო რომ LGBT საფრთხეო ბიჭო ამდენი ხალხი რომ გაიქცეო იქ საფრთხე უარესი არ არის რატო არ ცდილობ რომ დაიცვა ეს ხალხი და არ გაუშვა ხო ანუ რა არის ლოგიკურად თამაშობენ ეს ბავშვები სწორედ ამ ხელს ამათ რომ არა ეს ჩვენი ძალა უნდა იყოს ეროვნული მოძრაობის იმაში ამიტომ ეს განსაკუთრებული რომ აი როგორც იტყვიან პარტიებმა არ დაჯიჯნონ ეს რეალური ძალები რომლებიც მართლაც ქართული სულით გამოვიდნენ შეიძლება ესენი ამათ უბრალოდ მიწასთან გაასწორონ იმიტომ რომ სტილობენ ახლა ორგანიზებას ბევრი რამის იმიტომ რომ აშკარად ეთყობა უკვე რომ აი ეს აქამდე თუ თბილისში რაც ხდებოდა 80% თავის ინიციატივით გამოდიოდა ახლა აშკარაა უკვე რომ როცა დაიწყეს მეზობლების გამოყვანა როცა დაიწყეს რაღაც იქიდან ლაპარაკია რომ ჩამოიყვანონ რეგიონების მერე ეს უკვე ამას უკვე რაღაც გარეძალა ამას მოედანზე არ ლაპარაკობენ, ხალხი არ ლაპარაკობს და ესე იგი ორგანიზება კეთდება. 28-ში აპირებენ საუბარს. ნუ გასაგებია, ხო წარმოიდგინეთ ახლა როგორი რამ არის, ხო, ნუ აი ამიტომ რაც შეეხება იმას აი ბატონ ბეცო რას თქვენ თვლით აი სირია რატომ არის? ვინმესთვის არის საკამათო რომ სირიით მოიგო ესე იგი ისრაელმა სირიის მოიგო და მოიგო ჩინეთმა. და ისა უკაცრავად მოიგო თურქეთმა. ყველა ამბობს ჯამში ყველაზე მეტად მოგებული დარჩება თურქეთი, მაგრამ ეს გამოჩნდება იმ სამეული შეხვედრაზე. ჩვენთვის ეს რომ თურქეთმა მოიგო, ამას საკამათოდ ვინმე მე არ მომისმენია არც ერთი პოლიტიკოსის. აი თურქეთის მიმართ რომ ძალიან მძიმე განწყობა აქვს, ისიც კი ამბობს იმას რომ ეს რაღაც ასაული მოხდა ორი დაპირისპირებული ქვეყანა, ანუ ისრაელი და თურქეთი არიან დაპირისპირებული ქვეყნები და ამ დროს ეს ორი ქვეყანა გამოვიდა იმით თუ ეხლა ხალხი ამბობს რომ თუ თურქეთმა რაც გააკეთა ამის უკან დგას შეთანხმება ირანის, რუსეთის და
თურქეთის რაღაცას ეს უკვე არის ჩვენთვის აი მართლაც ეროვნული მოძრაობა, მართლაც დიდი ანალიზი და რაც ყველაზე საშიშია ქვეყნისთვის ჩინეთიზაცია. დღეს უკვე გამოცხადდა რომ 3-4%-იანი სესხები ყველაფერი ესენი როგორც აფრიკაში გააკეთეს და ჩინელებმა და აფრიკა აღებულია აფრიკა და უკვე აფრიკელები უკვე ლამის გამოვიდნენ და ქუჩაში რაღაც ის დაიწყონ უკვე ჩინეთთან დაკავშირებით გაანადგურეს ესე იგი აი ვინც დღეს ფიქრობს იმას რომ 60%-იანი ჩვენ შეგვიძლია თუ ასეთი მილიარდერები და მილიონერები ხართ ჩვენ გააკეთეთ როგორ შეიძლება ქვეყანა ჩაუგდოთ ხელში ვინმეს ეს იქნება რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი ისინი ჩვენ უნდა ვიმეგობროთ ყველასთან უნდა ვიყოთ ყველასთან კარგად და რაც შეეხება ამერიკას რადგან იმას შევეხეთ ნახეთ ბატონებო შიგნით დიალოგი დაკარგულია ამერიკამ რა გააკეთა აგრძალული ის მივიდა ხომ ეხლა ვინც მივიდა სირიის სათავეში დამასკოში ვინცის ტერორისტებს ეძახდა ამერიკელებისათვის მიუღებელი ჯგუფია მაგრამ რა შვებიან ქვეყანა ხალხი გაუშვეს მოლაპარაკებებზე იმასთან ვისაც აკრძალულ რუსეთში აკრძალულია ეს გუნდები მაგრამ მოლაპარაკებაზე მიდიან ბიჭო ქართველები ერთმანეთის მიმართ აკრძალული ვართ ხალხო დავილაპარაკოთ ერთმანეთში აი ეროვნულმა მოძრაობამ ყველას უნდა უთხრეს რომ თავი დაანებეთ იმას რომ მე ვარ აქ და სხვა არავინ ჩვენ ვართ ყველანი ეს არის საქართველოს და ეს უნდა იყოს ეროვნული განწყობა როგორ ფიქრობთ მე გავაგრძელებ იმ თემას, რადგან ლაპარაკი იყო უკრაინასთან დაკავშირებით. ნატომ უარი განაცხადა, ვინაიდან ომში ხარ ჩართული, ჩვენ არ მიგიღებთ ნატოს წევრათო. დღეს ზელენსკის ეს იყო პრესკონფერენციას თუ იწერს ხოლმე ატარებს, რა ვიცი. ხო, და იქ მაშინ სტრასბურგშია და ჩვენო ევროკავშირი ვერ დაგვიცავს თუ ნატოში არ გავწერიანდით რომ ნატო კიდევ უარს ეუბნება. ესე იგი, რა შეასახმე ევროკავშირი ვერ იცავს ნატო უარს ეუბნება ჩვენ არ მიგიღებთ ომში ხარ ჩართული და აი ხოცები კაცო ჩვენი არას მოგცემდა იომეთ ხო. რა უნდა მინდა მან არ შემიძლია. ხო, მაგრამ ნუ აი ჩვენ გვიშლის ჩვენი წესდება გვიშლის ხელს რომ მიგიღოთ წევრად. რაც შეეხება თურქეთთან ჩვენ დამოკიდებულებას ნამდვილად ძალიან ცუდია როცა თურქეთმა ეხლა ახალი რუკა გამოაქვეყნა გადაცემა იყო რომ ბათუმის ხარი შეყვანილი ყავს თავის შემადგენლობაში და ერდოღანი აცხადებს დიდი თურქული სახელმწიფოს აღდგენასთან დაკავშირებით და როცა 3 დღე წინ ევროკავშირის პრეზიდენტი ჩადის თურქეთში და რა მოლაპარაკება იყო და რა იყო და რაზეა გართულა ეს არავინ არ იცის აი ეს არის ყველაზე სახიფათო მიდის მოლაპარაკებები რომელიც ხوارთ გათიშული ამ მოლაპარაკებისგან და რა არის ამას ჩადებული კაცშვილმა არ იცის ვის რა მიზანი აქვს რახამ ესე ადვილად დათმეს სირია აქ მარტო რუსეთი, თურქეთი, ირანი და ისრაელი აქ ხელისუფლება იყო ამ სირიის და გაყოფა მიდის ფაქტურად რამედის გეოპოლიტიკური გაყოფა მიდის ტერიტორიების თავიდან მიდის გადანაწილებები. ალეპოზე განაცხადა უკვე რომ ალეპო მინდა ინტერესი. ხო, ამიტომ სწორედ ეს ინტერესები როა, სწორედ გეოპოლიტიკური გადანაწილება მიდის. ეს რუსეთთან შეთანხმების საიმის, იმიტომ ალეპოში ისინი არიან იქ და ამ გადანაწილებაში ჩვენ როგორ მოხდებით, აი სწორედ ისე უნდა გავიაროთ ეს გზა რომ ნამდვილად საჭიროა ძალიან დაფიქრება და დიდი დაფიქრება მართებს, მაგრამ ვინაიდან ამ 30 წლის განმავლობაში რომ არავინ არ ფიქრობდა რომ ამდენი არასამთავრობოები რო იქნებოდა, ამდენი აგენტურული ქსელები რო იყო საქართველოში, არასამთავრობოების სახით თუ სხვადასხვა სახით და აგენტები ყავთ ქვეყნის რა, ყველა სახელმწიფოს აქვს თავის აგენტურული ქსელი. ეს ჯერ ძირითადად არ ამუშავებულა კიდე. აქ ამუშავდა ის ქსელი ამუშავდა რომელიღაც სახელმწიფოს წინააღმდეგობაში ხდებოდა იგივე ვთქვათ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების წინააღმდეგობაში ხდებოდა ბალტიისპირეთს თავის ინტერესები აქვს ეს ჩვენ ხელისუფლებას რომ სანქციებს უცხადებს და რაღაც აცხადებს სხვადასხვა მიმართულებით. იმიტომ რომ აქ რა შეასახა ბალტიისპირეთს თავის ინტერესები აქვს რომ ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ჯობია ჩვენ გაჭყლეტვა საქართველოს გაეჭყლეტოს და ამიტომ სწორედ ძალიან ჭკვიანური ნაბიჯები უნდა გადაედგას ხელისუფლებიდან მე ესე ვიტყვი რომ მეტი ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა აღებული მან უფრო ჭკვიანური ნაბიჯები უნდა და კაი გათვლები უნდა გააკეთოს იმიტომ რომ ოპოზიცია ის თავის საქმეს აკეთებს ის ოპოზიციაშია და ყოველთვის ეცდება რომ მოვიდეს ხელისუფლებაში და ყველა ვაბანკზე წავიდეს და ვინ არიან ვინ ვისაფინანსებდა და რა ხდება
თავარი არის ხელისუფლება რამდენად სწორნაბიჯებს გათვლს ამ გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში კიდევ არ დავკარგოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა რაც აგვაქვს ისიც არ დავკარგოთ რამდენი ხანია სულ კარგავ და კარგავ ხო ნუ ფაქტიურად რაც საუკუნეა კარგავ ვერ გავაჩერეთ პროცესი დამოუკიდებლობა მივიღეთ კიდე რამდენი ტერიტორიები დაიკარგა და სწორედ ამ გეოპოლიტიკა ბევრს წვითავს იმიტომ მოლაპარაკებები სხვადასხვა მიმართულებით მიდის ამას ყველა ვხედავთ ხო და აი ამ პოლიტიკაში ჩვენ უნდა გამოვიდეთ კიდე რას დავკარგეთ დაზარალებულად კიდე მეტი არ უნდა დავკარგოთ ტერიტორიები გეუბნებით ძალიან საეჭვო იყო დღეს ევროკავშირის პრეზიდენტის ჩასვლა თურქეთში ერდოღანთან და რა მოლაპარაკება და რაზე არის ლაპარაკი ის ყველანაირად აწვება ხო საქართველოს დღეს ევროკავშირი აბსოლუტურად ყველანაირად აწვება რომ როგორმე ეს ხელისუფლება მოიცნოს ეს ხო ყველამ კარგად ვხედავთ რა ახლა მომწონს ეს ხელისუფლება თუ არ მომწონს ეს სხვა საკითხი არ მომწონს ბატონებო და ეს ხელისუფლება იმას აკეთებს რომ ახალი ძალა არ გამოჩნდეს იყოს ის რაც ვთქვით ის გათვლილი ძალა რომელიც აყავს როგორ ამდენი ხალხია და ყველა რო გახვიდე გინდა მიტინგზე ამბობს რომ არც ნაცები მინდა არც ხოცები მინდა და ეს ახალი პარტია როგორ არ შეიქმნა ამდენი პარტიები რო არსებობს როგორ არ შეიქმნა მაგრამ გაიწია გვერდზე იმიტომ იყო 4 სასამართლო პროცესი რო გავიარეთ თორე დავარეგისტრირებდნენ და მოგწონდა საშუალება ეს გარდა კიდე 4 პარტია იყო რომელსაც იგივე ყველაზე საშიში იქნება ბატონო მაგრამ იმათ 4 პროცესი არ გავუვიათ სასამართლო პროცესი არა გაიარა ყველაზე საშიში იქნება ბატონო თემურ მე მაინც მგონია რომ ერთ რამეში შეიძლება შეგეწინააღმდეგო იმაში რომ იმათ უნდათ ამ ხელისუფლების შეცვლა ამ ხელისუფლების შეცვლა კი არ უნდა ევროპას უნდა ის რომ კურსი არ შეეცვალა საქართველოს რეალურად საქართველოს იცვლის კურსს ეხლა მომავალ არა დღესაც ეუბნეო ამ ხელისუფლებას თქვენ მიყავით ოღონდ ესენი შეასწორებო არა გიშეხეთ როგორი რა ყველაზე საშიში საქართველოსთვის იქნება ის თუ ევროკავშირი მაგ ყველა ბევრ რამეზე დაიხია უკან ეს ნიშნავს რომ ჩვენც არ ვიცით ხელისუფლებამ რაზე დაიხია უკან და რაღაც გარიგება მოხდა და ჩვენი უბედურება იქნება ისევ ამ პარტიების შენარჩუნება ისევ ამ ხელისუფლების რა მინდა მე ევროკავშირის თქმა იმაზე რომ რომელი ხელისუფლება ჯობს ამ ქვეყნისთვის ჯობს ეროვნული ხელისუფლება ამ ქვეყნისთვის ჯობს ის ხალხი ვინც იცის ეროვნული რა არის და შეუძლია შეფასება ამ ხელისუფლებას არც ინა ხელისუფლებას ამის გაკეთება შეუძლია ტრაგედია ჩვენი არის იმაში რომ ჩვენ მომავალში ვითხვით რომ წარსულში დაუშვით შეცდომა აი როგორც გუშინ ვიყავი ჩასული ქუთაისში და გავაკეთეთ რაც მემორიალი იდგა იქ რომელსაც პატრიარქმა უწოდა ქართული ბიბლია აი მემორიალს თიშობელი და ყველაფერი გამოკვეთილი იყო სასაული იყო ყველა წმინდანი და აი ეს რაღაც ესე იგი მოციქულები და ესენი იყო ესე იგი ამ იმაზე მემორიალზე და რეალურად პატრიარქი ამბობს რომ ეს არის ესე ქართული ბიბლია მეცნიერებმა თქვეს და ლევან სანიკიძემ გააჟღერა ეს არის ფილოსოფიური ტრაქტატი და მოდის პიროვნება და ანგრევს ამას ყველაფერს და დაინგრა უნიკალური რამ მაგრამ თავარი რა არის ეხლა გუშინი რაც გადაცემა გავაკეთე მე არ მინდოდა ვინმე უხერხულობაში ჩამეყენებია გავაკეთე მარტო ეს გადაცემა ხომ შეფასებები 10000-ზე მეტმა კაცმა ნახო მარტო Facebook-ზე სად 10 საათის განმავლობაში 10000-მა კაცმა ნახა და ხარდაჭერა არის ანუ გამოდის რომ ჩვენ მომავალში ვითყვით რომ წარსულში დავიშვია შეცდომა ჩვენ მომავალში ვითყვით რომ დაუშვით შეცდომა თუ ამ ხელისუფლებებს რომლებიც თუ ძლიერ ეროვნულ მოძრაობას რომელიც გავლენას მოახდენს ნებისმიერ ხელისუფლებაზე ვინც არ უნდა მოვიდეს დღეს ახლა საქართველოსთვის თავარი ჩემის აზრით არის ის რაც მეცნიერთა კონგრესმა და ჩვენ ყველამ ერთად ჩამოვაყალიბეთ რომ შიგნით დაპირისპირება უნდა დასრულდეს ეს არის ძლიერებს შეუძლია ამის გაკეთება თუ ისინი ვიღაცა გვეუბნება რომ თქვენ ამდენს ვერ შეარიგებთ ჩვენ არ ვცდილობთ ამის შერიგება რისი შერიგება ამაზე დავკარგავთ ეხლა დროს როგორც ბიძინევანიშვილმა თქვა ერთხელ რომ ის შევარიგებო ისო რა გვარია ეს ჩხალტიშვილი და ხაზარაძე შევარიგებო და კარგი შერაგებია რა ჩვენი საქმეა ვინმე შერიგება ასე უქნიათ თვითონ ჩვენი ამოცანა არის ვილაპარაკოთ ერთმანეთში და ეს იყოს საჯარო პროცესი ვაკონტროლოთ ხალხს ეს მოდეს ეს რომ რა იქნება აი ამერიკული მოდელი რომელიც აქ ჩვენთან რატოა კარგი აგერ 2-3 თუ კაცი ვერ იქნება პრეზიდენტი და გამოდის და ხალხში დადის ალბომს გამოდის გამოსვლები აქვს ნახეთ თქვენ ვინმეს გამოსვლა ამ დღეებში რომ ვინმე გამოსულიყო და გამოდის კობახიძე და წუხვარ ძალიან რომ ძაბავს სიტუაციას
პროგრამული გამოსვლა ვინმე ჩვენ ძალით შევქმნით რა ძალით შევქმნით დედას აგინებს ხალხი ერთმანეთს და გადაკიდე ხალხი ერთმანეთს ეს შექმენი ძალით საქართველოს გააუცხო ერთმანეთს და ამას რომ მეუბნები პოლიტიკოსი რომ ჩვენ ეს სპეციალურად შევქმენი უკვე დამთავრდა იქ რომელ პოლიტიკურ ძალაზეა ხალხო ლაპარაკი და რა პოლიტიკაზეა ევროპაზე ან ევროპულ აზროვნებაზე და ვინმე თქვენ გონიათ რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა რომელიც ოპოზიციაშია ძირითადად 1000 ჯერ ქონია ჩვენ ამას საუბარი და თქვენ ამ ბოლო პერიოდში ლაპარაკობდით რომ ყველა ოლიგარქია სათავეში. ხაზარაძე ვიდრე იყო ბიზინავენიშვილთან კარგად და ვინდა იყო იმათთან კარგად აბსოლუტურად ყველას ეწინააღმდეგებოდა და გამარჯვებას არ გვეუბნებოდა ქუჩაში. ეხლა დღეს დაჭერა რომ დაეწყო ხალხი გააგზავნეს ელიმასთან ოღონდ თქვენ სამეული მოდით და რაღაცა და მე ხო ხედავ ამას ყველაფერს. ჩვენ ამას არ ავყვებით. ქვეყანა სჭირდება სიმტკიცით დგომა ერთად ყველა გუნდი ხელისუფლება იქნება ოპოზიცია იქნება ვინც არ წავა ერთობის გზით ვინც არ წავა იმის გზით რომ დაპირისპირებიდან უნდა გამოხმიდე აი ეგაა ყველაზე მნიშვნელოვანი და ქვეყნის შიგნით სიმტკიცე უნდა იყოს ვინც ჩვენ გვეუბნება დღეს რომ თქვენ ნეიტრალური რომ იქხართ კარგიაო ჩვენ ნეიტრალური არა ვართ ჩვენ ვართ წინააღმდეგი ასეთი ხელისუფლების და ჩვენ ვართ წინააღმდეგი ასეთი ოპოზიციის ამიტომ აწერია ამას ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ რა არის სხვა გზა არის ხალხთან ურთიერთობის სხვა გზა არის მეცნიერების გზა სხვა გზა აი ეს არის აქ მნიშვნელოვანი და რა სხვა წერენ ჩვენ არ შევარიგეთ რა ნეიტრალური ნულია ენერგია აი ნეიტრალური ის არის და უყურეს მაგი გვაქვს ესეც აწყობ ბატონო თემო რა აწყობს რაღაცა რომ მოგაკერო რა შევიგებაზეა ლაპარაკი კარგია რომ ჩვენ ამ საკითხებზე საუბრობ და კარგია რომ თქვათ აი ძალიან ბევრი ვინმე და კარგია ძალიან კარგი კომენტარები რო კეთდება ჩვენ არც არავის შერიგებას არ ვაკეთებთ და ჩვენ არც ნეიტრალური არ ვართ ჩვენ ვართ ხალხთან და ვამბობთ რომ ასეთი ხელისუფლება არ არის ასეთი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას მომავალი არ აქვს ასეთი ოპოზიციის პირობებში მომავალი არ აქვს ამით ჩვენ არ ვამბობთ იმას რომ ჩვენ მოვართ ჩვენ ვამბობთ იმას რომ ვინც მეცნიერულ პროგრამებს აღიარებს ვინც მეცნიერების მიერ შედგენილი სისტემით ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეას ემხრობა აი ისინი არიან და იმიტომ თქვით ჩვენ რომ იმ პროგრამით რომ იანვრის ბოლოს გრძელდება ეს გამოსვლები ასახელებენ პიროვნებებს მოდის ძალიან ბევრი რამ საინტერესო ახალი ხალხი ხდება იმნაირი რომ მართლა გული ხდება რომ როგორი ხალხი არ არის თქვათ აი ხელისუფლებაში დღეს ერთ-ერთ ეკიპს ვესაუბრე რომელიც დაგვირეკეს ჰოლანდიაში იწვა და გითხრეს რომ ხარ მინდა დღეს გვარდასახელდა და გითხრეს რომ ეს დიდი ეროვნული ასეთი ჰოლანდიაში იყო ასეთი რაღაც მოვისმინე ველაპარაკე 15-20 აღთოვანებული ვარ თანაც ისეთმა ადამიანებმა გაუწიეს რეკომენდაცია ქვეყნის გარეთ დიდი სიბრძნეა უკვე ასეა რა ბატონებесі იმიტომ რომ ამ ხალხმა ნახა ნამდვილი ევროპა ამ ხალხმა ნახა ნამდვილი ამერიკა ვეღარ მოატყუებ უკვე ამ ხალხმა ნახა ნამდვილი რუსეთი ნამდვილი თურქეთი ნამდვილი ეს ქვეყნები და უკვე ჩვენ აქ რომ ლაპარაკობთ და რაღაც ხმოსახტაცებით რომ ამბობთ და ეს ისინი უკვე იცინიან ამაზე ამიტომ ჩვენ არა მარტო ისინი ყავს რომ მათ რეალურად ნახეს ეს სახელმწიფოები არამედ მათ უკვე დიდი გამოცდილება მიიღეს როგორც პროფესიონალებმა როგორც ამათ ეს ხალხი ნელ-ნელა უნდა მოიკრიბოს ხაობა მოდის ახალი თქმა უნდა გაძლა ყველა დამთავრება სჭირდება ძალიან კარგი ყველა მე მიხარია რომ ბატონი ჯუმერ კოპალიანი მეუბნებოდა რომ ახალგაზრდობის ჯგუფი რომელიც იმ დღეს მოვიდა ჩვენთანაც გასულა ბატონ ჯუმერ კოპალიანი შეხვდა წავიდა ესე იგი ბატონ დემურ გიორხელიძე შეხვდა ჩემთან მქონდა შეხვედრა ბევრთან გეგმავე და ისინი ამბობენ ჩვენ შევხვდებით ამას დავილაპარაკებთ ნახავთ სიტუაციას ვხედავთ და მე მივიღებთ გადაწყვეტილებას არ არის ბედნიერება ეს ბატონ ეს თუ შეიძლება რა ნუ აი თავარი ქვეყნის განვითარებისთვის არის ენერგეტიკული რესურსი ქვია ხა როგორ დაიწყო დავით აღმაშენებელი სათითაო დაკრიფა ხალხი ამიტომ მოცემულობა ის რომ იქ რაღაცები გეგმავენ ისტორია გვეუბნება რომ მაგალითად ხან ბატი წვიტავს ისეთი რაღაცები ხდება მაგალითად რუსეთში გადაწყვიტა ვირთხებმა კაბელები შეუჭამეს ტანკებში ხო სადღაც რაღაცა ანუ პროცესები როდესაც იწყებ იქ სხვაგან რაღაცები ხდება თურქეთს არ აქვს თლად კარგი სიტუაცია და იქ რაც როდესაც პირველი დაბომბა ისრაელმა დაარტყა პირველი ეს იყო მესამე დონით ქიმიური ქარხანა იქ მესამე დონით სადაც ათასობით ტონები იპრიტი კი რაღაცა პროცესები მოიგეს მაგრამ ეს იპრიტი ჩაუვარდათ კაცმა არიცის მუსულმანურ ტერორისტულ ორგანიზაციას და ქურთებს რომელიც მიაპრესეს კუთხეში 40 მილიონი არიან ამიტომ ისი არ არის თამაშები კი რომ სხვანაირად წავიდეს ხო და თავად ასვით
ჩვენ რო დავიწყოთ მობილიზაცია, ეხლა წარმოიდგინეთ რაღაცა მაგნიტი იყოს რა, როცა აკრიფავს იმას ეცლება ენერგია, ეცლება ოპოზიციას და იმასაც. ხედავენ ეხლა რომ ეს ენერგეტიკული რესურსი, ანუ როდესაც ჩვენზე ვიღაცა არ ფიქრობს, всё, ის გეცლება რა. ესენი იფიტებიან, გამოფიტვის ფაზაში არიან ეხლა, ფოკუსებს ვეღარ გაუკეთებენ, კიდე შეიძლება რაღაცა გააკეთო, რომელიც ძალიან ცუდად დაუჭდეს. ხო, ამიტომ თავარი არის ის ჯგუფი, რომელიც ეს მაგნიტს გააკეთებს, თვით მართვადი და თვით განახლებადი იყოს, აი თქვა, ხო? და რაღაცა პროცესებში აიღოს. როგორც კი ამ პროცესებს იღებს, ესენი იკრიფება და აი მისტიციზმი ქვია ამას რა, რომ სხვაგან რაღაცები ფუჭდება რა მოკლედ რა. და დავაკვირდეთ პროცესებს, ნებისმიერი ესეთი პროცესი თუ გავანალიზებ დავით აღმაშენებლის მოსვლას, ვახტანგის, გიორგი ბრწყინვალის და მთელი რაღაც თემები. აი სწორედ ასეთ პროცესებთან ერეკლეს დროს პირიქით პრობლემები იყო, როგორც ცოლთან, ხო, ანუ რაღაცა რო გრჩება, მე ის იწყებს დაშლას. ხო, ამდენად სწორად უნდა გავანალიზოთ, რომ კარგად მივდივართ, რახან გეუნებია, რომ ეს ხალხი ვერ ხვდება, ვინ ხარ და რაღაცას გაბავენ, ესე იგი მათმა ტვიმა აღვიქვა. რაღაცა ხდება რა და როცა არიცი მსგავსი დაბა, ხო, მაგალითად რაღაცა ხილი დაელახი მანგო. ანიძახი რომ სხალია, ანიძახი ვაშლია, ანიძახი რაღაც ეხლა იმ ოპერირებით, იმ ფსიქიკური მოცემულობით ოპერირებენ ჩვენზე, რომ თურმე ანიმისი უნდა იყოს, ანამისი არ არის. ეს ნუ არ არის. მაშინ არის ნეიტრალური. ანუ ეს ნეიტრალურიც არიციან რა არის, ხო? იმიტომ რომ ძალიან რთული არ მოხდა ეხლა ეს ბუნებრივად მოხდა, ხო? შევიკრიბეთ რამოდენიმე ადამიანი, ის მეცნიერი, რომელიც თქვით, რომ ეს ბავშვები იწვიან ცეცხლში და გარბიან. აი რა უნდა გააკეთო? უნდა უყურო და ეს პროცესი ჩავერთეთ ჩვენ, დავდექით ამ პროცესში. ხო, აი ეს არის მნიშვნელოვანი მაყურებელმა დაინახო, რომ ამან ვაიძულა გამოსულიყავით, რომ ჩვენც ვიქნებოდით და რა ვიცი, ალბათ 10 წელი გახდა. როგორც სხვა მეცნიერებზე ეს არის თემა, ეს არის ჩვენი პლუსი, ჩვენ აბავშვების გადარჩენას. ბატონო, ნახეთ ერთმა პიროვნება ძალიან ჭკვიანი მაგაცმა რა გითხრა. მეო ძალიან დიდი სიამოვნებით თუ მეო გეთანხმებით თქვენ იმაში 80% კარგია, მაგრამ ხალხი ამას ასე გაიგებს, რომ იქ რო გამოუჩნდებით, ესე ამათ მხარეს ვართ, რას ლაპარაკობთ? ბიჭო, რა გინდა ბავშვები გადავარჩინო და გინდა ინფორმაციო აგენტობა რა. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ პოლიტიკური, ესე იგი, აზროვნების, რომელიც პოლიტიკურ პარტიებშია. მე ვამბობ, რომ პარტიებში არის ნეობის დეფიციტი. მე ვამბობ იმას, რომ ნეოპარტიებს გარეთ უფრო ძალიან საინტერესო ხალხია ქვეყნის მომავლისთვის. ვამბობ ჩვენ იმას, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მომავალი არ აქვს ქვეყანას, არც ამ ოპოზიციის პირობებში მომავალი არ აქვს ქვეყანას. ამას რო ვამბობთ, სადაც გინდათ იქ გამოუჩნდებით, ჩვენ ამ პრინციპიდან არ გადავართ. რომელმა უნდა გაიგოს? აშშია ჩვენ ამ სწორედ აქ არის ის ეროვნული მოძრაობა სადაც იწყება. სწორედ სათავე ეროვნული მოძრაობა, სწორედ ეროვნული მოძრაობაში არის გადარჩენა. ბატონო თემო, ის დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ ალბათ მერე გავაგზავნებთ, აი გამოქვეყნებულია იმაში, ხო? აი თქვენ მე 2 წუთი შეგიძლიათ უბრალოდ აგეთ 2 წუთის პარლამენტში ახლა მეც ვერ ვასწრებთ ამ დროში. ჩვენ აქ ძალიან სერიოზულად ივსებთ ეს დოკუმენტი. ბევრმა გვიჩია ეს 26 მაისს შედგეს აი სწორედ ემიგრანტებთან დაკავშირებული ძალიან დიდი პროგრამის განხილვა, რომელიც ადრე იყო და 26 მაისს შედგეს ყველა ესე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პარლამენტებში ვინც იყვნენ, ვისაც ეკლებოდა. აი იმათი ეს იყო ერთხელ ჩვენ ეს სინჯეთ. სინცუდად ჩაერთვი. რა თქმა უნდა, აი ამიტომ ვამბობ, რომ აი ესეთი რამეები ემატება ამას. ამას ემატება, როგორც გითხრეს, რომ ყველაზე მთავარი და დიდი მადლობა აი ვინც გითხრა, რომ ყველაზე მთავარი დოკუმენტი, რომლისგანაც ყველაფერი იწყება 2006 წლებში შექმნილი დოკუმენტია მოქმედების მანიფესტი ერთი სამშობლო ერთიანი ერი გაერთიანებული სახელმწიფო. ეს ემატება ამას და ყველაფერი ამ შაბათკვირას დასრულდება, გამოქვეყნდება, რომ სამშაბათს 4 შაბათს მივიღოთ. ყველა პიროვნებას გეუბნებით, რომ აი რაც არის ჩამონათვალი დოკუმენტების, რომელიც გვიწერია აქ ჩვენ, აი უკვე 40-მდე დოკუმენტია, რომელიც შექმნილია. აი ყველა ისე ხო არ არის ბატონო ბესიკ, რომ აი ვიღაცა მოვიდა და შემიგრიბე ჩვენ სამი კაცი და თქვა გამოაცხადოთ ერთი ეროვნული მოძრაობა, ეგრე ხო არ არის რა? ეგ არის ლაპარაკი 20-25 წელია ეროვნული კაცები იკრიბებიან რუსთაველის თეატრში, რომ შედგა 2007 8 წელში, მერე 2010 წელში, მერე 2011 წელში ბათუმში 1500 კაცის მონაწილეობით, ქუთაისში, გორში, გელათში, ყოველ 8 ფებრუარის კონგრესი ტარდება, ყველაფერმა ერთად თან მოიყარა უკვე და ძალიან სერიოზული ბაზა შეიქმნა იმისა, რომ ყოველგვარი ჰაერის გარეშე
დიდი ეკონომიკით, ხალხის мотивაციით და ძალიან სერიოზული ეროვნული განწყობით. თაობაზე ორიენტაცია. ეს არის რომელიც დევს საიტზე დიდი მადლობა ვინც ამას კითხულობთ კომენტარებს აკეთებთ. კიდევ ერთხელ მინდა რომ შეძლოთ რომ ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ გადახედოთ, წაიკითხოთ, გვირჩიოთ, უაღრესად საინტერესო მოსაზრებები გამოგვიგზავნეს გარეთ ჭკვიანმა ადამიანებმა და უცხოელებთან თარგმნეს ძალიან ბევრთან და უაღრესად მნიშვნელოვანია ეს და ამიტომ ვინმე მარი ფიქრობს რომ ჩვენ რადგან უთხარით რომ ამ დღეს ამ დოკუმენტზე ვიქნებოდა მსჯელობა, პრაქტიკულად ამ დოკუმენტზე იყო მსჯელობა, ოღონდ არა პირდაპირ, არამედ როგორც იტყვიან, ირიბა ცენტრში ვარ. არა მუხლობრივად. არა მუხლობრივად, იმიტომ რომ აქ ყველაფერი მუხლობრივია, ჩამოწერილია კარგად. აი აქ ყველა დოკუმენტი. და ბევრმა გაგვირება გამოთქვა ბატონო, ამდენი დოკუმენტი გაქვს შექმნილი, ეს რა არის ბატონო? 60-მდე პროგრამა, 40 კი არა, 60-მდე ეკონომიკური მიმართულების ლოკალური პროგრამა, რომელიც შეცვლის ამ ქვეყანას. აი ეგ არის, იმედიანად იყავი. აქ საჭირო არის მხოლოდ ეროვნული ხელისუფლება. აქ საჭიროა ხელისუფლება, რომელიც სიხარბით არ არის. ჩვენ ეროვნული მოძრაობაში ვინც იქნება, მათ უნდა თქვან, რომ ის რაც იყო მსოფლიომ რაც გამოცადა, ნებისმიერი ქვეყნისთვის უბედურება, ძალაუფლების და ფულის უფლების მოყარე ხელისუფლება. ჩვენი ამოცანა, ეროვნული მოძრაობის ამოცანა უნდა იყოს, მოიყვანოს ხელისუფლება, რომელიც არ იქნება ფულის მოყვარული და არ იქნება ძალაუფლების მოყვარული. აი, ორი წუთით შეგიძლია თქვა მე უკვე ჩემი სათქმელი ვთქვი და ჩვენ არ შეგვიძლია ამ დოკუმენტთან მიმართებაში ეს დოკუმენტი ნამდვილად ძალიან მისაღებია და დამუშავებული მეცნიერების მიერ და კარგად არის ჩამოყალიბებული. ჩვენ იმიტომ ვამბობთ რომ კი ბატონო წაიკითხეთ, გადახედეთ, მოგვაწოდეთ თუ რამე კარგი წინადადება იქნება, მივიღებთ, განვიხილავთ. ამ დოკუმენტში არ არის ისეთი ეს ხალხის მიერ უნდა იყოს აღიარებული და ხალხმა უნდა გაიცნოს ეს დოკუმენტი. სწორედ ხალხის მიერ აღიარებულ დოკუმენტში იქნება ყველაფერი მოცემული, რაც რითიც უნდა დაიწყოს სწორედ ის ეროვნული მოძრაობა. და რაც შეეხება იმას, ბატონო თემო, მე რამოდენიმე პარტიამ რომ დამირეკა, ჩვენ გვინდა გაერთიანება თქვენთან. უთხარი წარმოადგინეთ თქვენი პროგრამა, მემართულება. არც ერთ პარტიას არა, არც არა აქვთ. აბა რა გინდათ მეთი პარტია არ გაქვთ არც პროგრამა, არც დებულება, არც მიმართულება, შეიკრიბება ნათესავები, მეზობლები შეიკრიბებენ აცხადებენ პარტიას. და აბა რისთვის საქართველოს რომ ეუბნები, აბა როგორ გინდათ მოხვიდეთ, რაღაცა ხომ გქონდეთ პროგრამა და მიმართულება. აი ეს არის რომ მე ვამბობ იმ ოპოზიციურ პარტიებსაც არ აქვს, სწორედ ის დამუშავებული, რომ მოსახლეობას ვერ ახდებოდნენ რა უნდა შეეთავაზებინათ. ხო, მე მინდა მიმართო მოსახლეობას, რომ მათი ცნობიერება მომავალ თაობაზე იყოს ორიენტირებული, მარტო თავისუფლება ბრძოლა არ არის ეგ ორიენტირებული და არც სახელმწიფოს, ხო? და მთავარი მომენტი რაც არის, როდესაც უყურებენ ტელევიზორს და ფიქრობენ, დააკვირდნენ, რომ ფიქრობენ ამას, ანუ არის ცნობიერება, ცნობადობა და თვითცნობადობა. აი რას უყურებთ, როგორ გზნობთ თქვენი სული, აი ამას დააკვირდით. თუ თქვენ აი ამ მდგომარეობაში დაიჭერთ, მაგ შემთხვევაში ხდება კრიტიკული აზროვნება და სწორად აღიქვამ პროცესებს. თუ დიდი ხანი უყურებთ ერთ ტელევიზიას, მაგალითად ოცნებას, ხო და აკვირდებით, გზნობთ, რომ სიამოვნება გიჩნდებათ. მეორისგან აგრესია. აი ამ პროცესს უყურებთ, რა არის ეს მე სუბსტანცია, ეს არის სული, რომელიც ხოლმე ქართული ფსიქოლოგია ეძახს, დანარჩენში სული არ არსებობს ბიჰევიორის და ამერიკული და ევროპული მიმართულების ფსიქოლოგების. დააკვირდით თქვენ მეს და აი ეს სუბტად უნდა აღიქვას პროცესები აგრესიის გარეშე. ეს არის კრიტიკული აზროვნება, ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი და თქვენ ამით შეძლებთ გაემიჯნოთ აი ამ ილუზურებული აღქმებისაგან, რომ ერთი ტელევიზია გიკეთებთ, რომ თურმე ეს არის კარგი, მეორე გიკეთებთ, რომ მეორე დააკვირდით და ჩაერთვება გონება და დაიწყებს მსჯელობას გონება. რა ხდება, რა პროცესია, ჩემი შვილის მიმართ სწორედ აკეთებენ, ქვეყნის მიმართ აკეთებს ერთი და მეორე და აი მე დაინახავს ტვინი, დაგენახებთ რეალობას, სიმართლეს დაგენახებთ. მანამდე დამიჯერეთ ახლა უზნაზე რომ იძახის შეუძლებელია სიმართლის გარჩევა. ვერ გაარჩევთ სიმართლეს. ეკით სხვა საკმართლია, აქეთ სხვა სიმართლეა. ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ თქვა ჩვენ ვთქვით ის რისი თქმაც გვინდოდა გულწრფელად და პირდაპირ
ბევრი რამ გაბედულად, გულწრფელობა და გაბედულება დღეს ძალიან ბევრს ნიშნავს, სისუფთავესთან და წესიერებასთან ერთად, რომლითაც სავსეა მეცნიერთა კონგრესი, ასეთი ადამიანები არიან აქ. აი, ამ დოკუმენტში ერთი მთავარი წინადადება ჩაწერილი. ქვეყნის მომავალ სჭირდება სისტემური აზროვნების ადამიანები. ამ დოკუმენტის გაგრძელება იყო ხალხის წერილი. მომდევნო სამშაბათს სამჩენ დროში, აი ეს როცა გადაცემა რომ არის ავტორო, მე შევეცდები ხელოვნების და კულტურის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად წარმოგიდგინოთ ხალხის წერილი წავიკითხოთ და შეფასებები გააკეთონ. აი როგორი 3000-მდე მეტი ადამიანის წინადადება იყო ჩადებული იმ წერილში და 1 მილიონამდე ადამიანთან მივიდეს წერილი, მაგრამ ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა. ჩვენ ეს ამ წერილს რო გამოვიდათ, კიდევ ერთხელ დავწუნდებით იმაში, რომ რა ძალაა ეროვნული მოძრაობა. ეროვნული მოძრაობა არის ის ძალა, რომელიც გარე ძალებსაც და შიგა ძალებსაც ყველას თავის ადგილზე დავსვამს. მაგრად ვიყოთ, კარგად ვიყოთ და ძლიერად ვიყოთ. ხოვდის, მადლობა. კარგად დამდებოდეთ.